მოდი საბა. ჩვენი სომეხი სტუმრები, ორი გუნდი და სომხეთიდან. სექტორებში განაწილდით, სულ არის 10 სექტორი და მე-5-ში ვართ ჩვენ სადღაც შუაში. ჩამოვცილ პარკს. საბა, ესაა ჩვენი. ზადნი დამოხვალ? მოდი მაშინ. კი, ჯობია, კი. მოკლედ ჯერ დრო გვაქვს ტურნირის დაწყებამდე. 10 საათზე ვიწყებთ ჯერ. ვისვენეთ, მაგრამ სერიოზული ტურნირია, საბა რა სიტყვა შენ? 10 გუნდი ვართ, 10-დან 2 არის სომხეთიდან. 1-0 0-ით ისიც ვაშვენი კადრებში. და ეს არის ტბა რა. აი აქ არის უკვე ბალახები იწყება, ეს თვალით რო შეხედავ ალბათ 100 მეტრზე უნდა იყოს. ჯერ სექტორებში შესვლის უფლება არ გვაქვს, აი გარეთ გვიწყვია რაღაცები. ძალიან საინტერესოა თან აჩქარებული გვაქვს პულსი და ველოდებით. სირენას ველოდებით სტარტს. აი ბიჭები. ემზადებიან. ვიწყებთან ისებს გადადრეს. თან ძალიან ენერგიული გვაქვს. ჩვენ ერთი გაგვიდა და გაგვეცა. სამხემა დაიჭირეს. ნახე ბიჭო, ნახე. საბა. არაფერი ისეთი არ ხდება ჩვენ თავს. კიდე ის მოწაფიქრა. ორივე სომეხმა სტუმარმა დაიჭირა ცევზი და ქართულმა ვიყო. ჩვენებსაც ეყოლებათ ეხლა. რომელი საათი? 6. ესე იგი თევზაობის მე-5 საათი ჯერ ვერ დავიჭირეთ. გადავიდით სხვა ტაქტიკაზე. სხვა მონტაჟზე. მზის ჩასვლა იწყება. აი ხა უნდა დაუშვას ამაი. ეს საღამოს და ხამისი მიდიმა. შვიცი.
Andrew. წესი დაჯდა. Короче, პირველი დაჭერა. ფოტოსაც ვიღებ მე. თავფანარი ჩააქრე თორე თვალებში ვიღებ, გადაღებულია. ხამის 3 საათია. ძალიან კაი. კოფრი დავიჭირეთ. კარგია დავარდით. გვეძინა და საფოსაკცინოს. ეხლა ვწყობ მონტაჟს. Скажи, დაუბლაკო და ძალიან მაგარია რა, ორი თევზე ყავს ახლა ჩა. თوارد ჩანდის. ერთი ლოკო დავიჭირეთ, რაც თამაშკარია და არ ითვლება წონაში. ერთი ჭანარი დავიჭირეთ, ალბათ 3 კილოიანი. არც ჭანარი ითვლება წონაში. და იყოს კობრი ან თეთრი ამური. ამური შეიძლება დაგვიჭერია. ამური დაგვიჭერინა, კაი იქნებოდა მძიმე. ოპა, რა ხდება აქ? აი ეს იყო ხა ჩარტყვა. აიღო, მაგრამ არ გადაყვება. შეიძლება ახლართ ახლა კიდნე მონტაჟი. ისე ვერ გავიგე მაგას. აიღო სატყვა რა. მაგრამ ვერ გადაყვება, არ გადაყვება რა. დააგდო ისა. გაწია ცოტა. ადგილი შევცვალა. აი ესე ორი კარვით დადდა. საბა. საბა. ლამაზი კობრია. მეორე დღეს შუა დღეა და ბოლოს თევზს დავიჭირე შუა ღამეს 3 საათზე ალბათ. ძალიან ცუდია. ბოლო ადგილზე ვართ. ამწუთის მონაცემებით მე-10-ზე. წინ მთელი ღამეა და საღამო და
სანიერი. აი. შენთან იძა მოვიწოდო. მოდი ჰა. მე ახსენი. ჰა. ეგ არა მეორე. ჰა. ო. განაწილე. მელოდა. აბა. ნუ ველოდებით. მიდი. მოდია. ძალიან მაგარი ამბავია ჩვენთვის, ძალიან მაგარი. უეჭველი დავწინაურდებით ამ კუპრით. გამართვის. ეს ძალიან ახლა. ოპა, ნახე სარკისებრი კუპრი. ოპა, ნახე რა ლამაზია. ეი. ტიგარო. ოჩახ თქვენ, ოჩახ. უნდა წავცხო. მაგრა წაგვივიდეს. აი ეს. აქ ვყარო ლუფებს. ხა თქვი კომენტარი რა ისე. აი ესე თევზაობა. სილი არ გაქვს თუ კაი. ბოლო 5 წუთის ის რეპორტი გააკეთე. ბოლო 5 წუთში დავიჭირეთ 2 თევზი. კილონახევრიანი და 2 კილოიანი. აი ესე ვაგზავნა თევზაობა. გრილი ძალიან არცივა გარეთ. შეაგებ. ხამის 4 საათია და განწყობარი მეთევზური. დაწოლილი არ ვიყავით ხა. 5 წუთში დაგვიხდა 5 წუთში. აი ამოიყვანთ და მოივაჩქოთ. დათში და აქვია რა. Das ეგრე არ ქნა. ჰა? კაი თევზია რა. აი ეს გვაწყობდა ძალიან კაი, აი 3 კილომდე არის უიში გენაცვალი აი ეხავე ჩაგაფენ ოჩახ და
ეგეც. დილის 8 საათის დილის მადლიო. ცინცხალი 2.5-ია, 2.5 ვაჭრე. საღოლცობა. ეგრე. ერთი მეთევზე გადაიღალ და მანქანაში არის განთავსებული წინავსი. მეორე გამოვიდა, ეხლა შეეცვალა ის ასპარეზია. ძალიან მაგარი დილა რა, ველოდებით აწონებს და გრილი დილა, მაგრამ ყოღოები ძალიან ატრაკენ საამურს. მზეში კიდე ფაროსანები. აბა, ესე ვისვენეთ და ძალიან სასიამოვნო არის შეკიდული ეგრე თევზები. რამდენი ცალია წოდეთ მოდი აქეთ შევადარო ერთ წამის პროტოკოლები რამე 5 დაიწონს წესით 5 2.16 ანუ ყოველთვის 1 2 3 4 5 კი ბატონო ეს 5 გაში სადღაც პლუს 2 და 76 პლუს 3 და 45 პლუს 2.52 რამდენია? 21 და 98. ესე იგი დავალავ. 3 კილოიანი. 1 საათი თასა დასრულებამდე და დაძაბული ფინალია მაინც ფინიშია დაძაბული. პირველი მეორე ადგილისთვის, მესამე ადგილისთვის. ჩვენ რომელზე გავალთ ჯერ არ ვიცით. მე-1000-ზე ვიყავით 48 საათიდან 24 საათი. ნახევარი. მერვე ადგილით დავიწყე. თავიდან მე-8-ზე ვიყავით, ერთი თევზი ვიყავდა. მე ერთი დღე ვიყავით მე-10 ადგილზე. იმენა 24 საათი მე-1000-ზე ვიყავით ბოლოზე. მე დავიწყეთ დაჭერა მოვქაჩით და ვნახოთ აბა ძალიან მცირეა. 10 კილო მოკლია მინიმუმ. ხო და ჩვენ დღეს ვიჭერთ საშუალო წონა 3 კილოს. და 3-4 თევზს ხა 1 საათში ვერ დავიჭერთ. თუმცა ამ დროს უკვე პასიურდება. ძალიან კაი შედეგია მაინც ნახოთ აბა ბიჭებსაც. აი ესენი იბრძვიან პირველი ადგილისთვის ეს ბიჭები და ახლა მოყვართ თევზი. დაასრულა ჩვენი ტურნირი და გავედით მე-8 ადგილზე. მე კმაყოფილი ვარ მაინც მაგალითად. ძალიან კაი ბრძოლა იყო. პირველი 4-ეული იყო, პირველი ადგილი იყო ყველაზე მაღალი წონა, დიდად განსხვავებული. მე 4 მეორე, მესამე 4 თანაბარი 40 კილოები იყო დაახლოებით და შემდეგ იყო 21-22 კილოები რა ახლო. შედეგები იყო და ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, მაინც ჩემი აზრით. 2 კილო დაგვაგდა მე-5 ადგილს. აი, წაგებულია აგერ მოდის. გარეთ ბიზნეს. წაგებულია ეს კაცი. ჩვენ მოვიგეთ. ყველას ბრძოლა კარგი იყო, მოგვეწონა ყველას.